თქვენ უყურებთ უნიკალურ კადრებს. აი ეს მასიური კონსტრუქცია მალე მთლიანად გადაფარავს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკს. უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს ახალი უსაფრთხო დამცავი კონსტრუქციის დამონტაჟება. ესაა რთული კომპლექსი, რომელსაც ზემოდან დაადგამენ ძველ დამცავ სარკოფაგს. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დირექტორის მოადგილე ევგენი კატუნინმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს მოუთხრა, როგორ მოხდება 31,000 ტონიანი კონსტრუქციის გადაადგილება. ჩვენ წინაშეა დომკრატების სისტემა, რომელიც შემდეგ ფუნქციას შეასრულებს. წინა ნაწილი პლატფორმას თავისკენ გაქაჩავს, მეორე ნაწილი კი უკნიდან მიაწვება. ასე შევძლებთ კონსტრუქციის გადაადგილებას ტეფლონით დაფარულ ქვესადებთა სისტემაზე. Системі підкладок, які мають тефлонове покриття. І таким чином ми ამგვარად რამდენიმე დღის განმავლობაში ამ მრავალტონიან თაღს მეოთხე ბლოკს გადავაფარებთ. перемістити новий безпечний конфайнмент на 4-й блок. 1986 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკში მომხდარი აფეთქება უდიდესი ავარია იყო ატომური ენერგეტიკის ისტორიაში. მაშველებმა მაშინ ნაჩქარევად აღმართეს ბეტონის სარკოფაგი, რათა ხელი შეეშალათ რადიოაქტიური ნივთიერებების შემდგომი გაჟონვისთვის. მაგრამ ეს კონსტრუქცია მოძველდა. ახალი ფოლადის კონსტრუქცია მას მთლიანად დაფარავს. მისი სიმაღლე 110 მეტრს აღწევს, ანუ უფრო მაღალია ვიდრე თავისუფლების ქანდაკება. ლეგენდარული გემი ტიტანიკი კი კონსტრუქციაში განივად მოთავსებას შეძლებდა. ახალ დამცავ კონსტრუქციაზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო. ამ საერთაშორისო პროექტის ღირებულება $3 მილიარდამდე შეადგენს. Планується 3-4 доби. საბოლოო პოზიციამდე კონსტრუქციის გადაადგილება 3-4 ეტაპადაა დაგეგმილი. მაგრამ ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს საიმისოთ, რომ ყველა ოპერაცია დაგეგმილ რეჟიმში ჩატარდეს. არავის დააჩქარებენ. თავარია უსაფრთხოება. Ніхто не буде форсувати ці події любим чином. Перше це безпека. Дуже უკიდურესად მნიშვნელოვანი ემოცია, რომელზე მუშაობაცაა დაგეგმილი ახალი დამცავი კონსტრუქციის დადგმის შემდეგ, არის ძველი სარკოფაგის ზოგიერთი სამშენებლო კონსტრუქციის დემონტაჟი. будівельних конструкцій, укриття. რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ექსკლუზიური უფლება მიეცა შესულიყო სათავსოში, სადაც მოთავსებულია მეოთხე ენერგობლოკის მართვის პულტი. სწორედ აქ ატარებდა პერსონალი ექსპერიმენტს, რომელიც გამოვიდა კონტროლიდან და ბირთვული რეაქტორის აფეთქება გამოიწვია. ეს კი რეაქტორის დარბაზია, რომელიც რადიოაქტიური ნარჩენებით გაივსო, რის გამოც შენობას ცეცხლი წაეკიდა. 1991 წლიდან მოკიდებული რადიო თავისუფლება პირველი ჟურნალისტური ორგანიზაციაა, რომელმაც ოფიციალურად შეძლო ამჯერ კიდევ დასხივებულ ზონაში მოხვედრა. ფოლადის თაღის დადგმის შემდეგ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში გაგრძელდება უსაფრთხოების კომპლექსის შექმნაზე მუშაობა. კონსტრუქციის ტორსულ კედლებს 2017 წელს ამოიყვანენ. მეოთხე ენერგობლოკზე დადგმული ახალი კომპლექსი უახლოესი 100 წლით უზრუნველყოფს გარემოს უსაფრთხოებას.